Ხვალ ძიმეთ დღეა ჩვენთვის, იმიტომ რომ სოხუმის დაცემის დღეა. ჯვართამაღლების დღესასწაულის დაემთხვა ეს დღე თავის დროზე. ამავე დროს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძიმე დღე და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა 1993 წლის 27 სექტემბერს სამწუხაროდ სოხუმის დაცემით დასრულდა. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გალაშვილი იმყოფება აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრში, სადაც წელს უკვე მეორედ გამოცხადა ჟურნალისტ ალექსანდრე საშა ბერულავას სახელობის პრემია და ნინი უფრო მეც მოგვიყვება თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ნინი დილამშვიდობისა, თუ გესმის ჩვენი მოგვესალმე და გაგვაგებინი ხმა. დილამშვიდობისა. ნამდვილად სოხუმის დაცემის დღე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია და ჩვენი ერის თითოეული წარმომადგენლისთვის ეს დღე დღემდე მოუშუშებელ ტკივილად რჩება. მე მოგიყვებით ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე, რომელიც სწორედ ამ თარიღს უკავშირდება. 1993 წელს საქართველოს ეროვნულ გმირთან ჟიული შარტავასთან ერთად აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ალყაში მოაქციეს და დახვრიტეს ჟურნალისტი ალექსანდრე ბერულავა. მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ კი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა პრემია დააწესა. ამის შესახებ უფრო მეც მოგვიყვება თავად ამ ცენტრის ხელმძღვანელი ეკა წივწივაძე. მოგესალმებით ქალბატონო ეკა. მოგვიყევით პრემიის და კონკრეტულად ამ პროექტის შესახებ რა მიზანს ემსახურება? მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო თქვენს დასაწყის სიტყვას 27 სექტემბერთან დაკავშირებით, როდესაც ახალი თაობა, თქვენი თაობა ასე იხსენებს ამ თარიღს, ესე იგი აფხაზეთი ჯერ დაკარგულია და ვისურვებდი, რომ თითოეული მოქალაქისთვის ეს დღე აღიქმებოდეს იმ სიმძიმით, როგორი სიმძიმისაც რეალურად არის. 27 სექტემბერსაც არის ჯვართამაღლების დღესასწაულიც და ერთგვარად სოხუმის დაცემა და ჯვართამაღლება საქართველოს ბედისწერად იქცა. რაც შეეხება თავად საშა ალექსანდრე ბერულავა, საშათი იცნობდა მას ყველა სოხუმში. ის იყო ჟურნალისტი, ქართულენოვანი ტელევიზიის პირველი დირექტორი, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ძალიან ღირსეული ჟურნალისტი იყო. ახლა ეს საეთერო დრო არ მეყოფა მასზე საუბრობთ, თუმცა ის ფაქტი, რომ ის 27 სექტემბერს დარჩა ჟიული შარტავასთან ერთად თავის ქალაქში და იქიდან წამოსვლას გარდაცვალებას სიკვდილი არჩია, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. მისი სახელობის პრემია დავაწესეთ ოჯახთან შეთანხმებით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ იას, ქალბატონ ინას, რომლებიც დამთანხმდნენ და ეს პრემია დავაწესეთ. წინა წელს ჩატარდა პირველი პრემიის გაცემის ცერემონიალი, 4 გამარჯვებული ყავდა. წელს უკვე გუშინდელი დღიდან დავიწყეთ განაცხადების მიღება და დიდი იმედი მაქვს, რომ განაცხადები იქნება ბევრი. როგორც ნახე, 4 კატეგორიაში ცხადდება, ხო? ეს კონკურსი, ამის შესახებაც რომ გითხრათ და წინა წელთან განსხვავებით წელს რა სიახლეა? 4 კატეგორიაში ცხადდება, ეს იქნება როგორც საუკეთესო ნაშრომი, რომელიც გავიდა ტელეეთერით ან სოციალური ქსელებით, ასევე საუკეთესო ბეჭდური განაცხადი, რომელიც არის მაგალითად პრესაში დაბეჭდილი ან სოციალურ ქსელებში მულტიმედია პროექტის სახით, ასევე გვეყოლება ერთი გამარჯვებული, რომელიც სამშვიდობო მიმართულებით შექმნის მნიშვნელოვან სტატიას იქნება თუ სიუჟეტს, რეპორტაჟს, მულტიმედია პროექტს და კომისია ასევე გამოავლენს ერთ კონკრეტულ ჟურნალისტს, რომელმაც თავისი საქმიანობით წლების განმავლობაში ხელი შეუწყო აფხაზეთის თემის პოპულარიზაციას. თქვენ როგორ შეაფასებდით დაინტერესება როგორი იყო ამ პროექტის მიმართ? შარშან როგორი იყო და წელს როგორია? სიმართლე გითხრათ, განაცხადების რაოდენობას უფრო მეცვალოდი და როდესაც პრემიას ვაწესებდით, გარდა იმისა, რომ ბატონის საშა სახელის უკვდავყოფა გვინდოდა, ასევე გვინდოდა ქართულ მედიაში ერთგვარი კატალიზატორის ფუნქცია შეგვესრულებინა და მეტი სტატიის, მეტი რეპორტაჟის, სიუჟეტის მომზადებისთვის მიგვეცა ბიძგი, იმიტომ რომ ნელ-ნელა სამწუხაროდ მედიაში აფხაზეთთან დაკავშირებით მასალა კლებულობს, სიღრმისეული მასალა, მე არ გულისხმობ ნიუსებს, გულისხმობ ამ შემთხვევაში რეპორტაჟებს, ვლოგებს და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ წელს უფრო მეტი დაინტერესება და გამოხმაურება იქნება. და განაცხადების მიღება როდემდე გრძელდება, ესეც რომ გითხრათ და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? წელს აი სიახლე რომ მკითხეთ, წელს იქნება ის, რომ გარდა ჟურნალისტებისა, ვლოგერებს, ინფლუენსერებს, რომელთა ფართო აუდიტორია მოიხმარს მათ კონტენტს, ასეთ პირებსაც შეეძლებათ, რომ განაცხადი შემოიტანონ. განაცხადების მიღება იქნება 1 ნოემბრამდე, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის თვეში გვექნება დაჯილდოება. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ.
ველოდებით თქვენ ტელევიზიასაც იმედია თქვენთანაც მზადდება რეპორტაჟები აფხაზეთის თემაზე, მით უმეტეს საპატრიარქოს ტელევიზიას ძალიან მნიშვნელოვანი მაყურებელი ყავს და იმედი მაქვს, რომ თქვენი საეთერო დროც ეთმობა აფხაზეთის თემას, ველოდებით თქვენგანაც განაცხადებს. კი, ჩვენი საეთერო დრო ყოველ წელს ეთმობა ხოლმე და წელსაც აუცილებლად გამოვეხმაურებით ამ თარიღს და ამ თემას. დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით ალექსანდრე საშა ბერულავას სახელობის პრემია 2024 წელს დაფუძნდა. წელს უკვე კონკურსი მეორედ გამოცხადდა და როგორც ქალბატონმა ეკამ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, განაცხადების მიღება 1 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი. მადლობა სტუმარს.